ცივი ომის დასრულების შემდგომ ევროპაში და ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში გაჩნდა ესეთი მიდგომა, რომ ამ რეგიონისადმი ტრადიციული კონვენციური სამხედრო საფრთხე აღარ არსებობდა და წლების განმავლობაში აქცენტი გადავიდა ძირითადად ისეთ საფრთხეებთან გამკლავებაზე, როგორც იყო მაგალითად ტერორიზმი და რადიკალიზმი. ამ მოვლენამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებზე. ჩვენ ვნახეთ სამხედრო ბიუჯეტების კლების ორ დეკადიანი ტენდენცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში წევრი ქვეყნების რაოდენობა ნატოში იმატებდა, ერთიანობაში აღებული სამხედრო ბიუჯეტი ან იგივე რჩებოდა, ან ზოგიერთ შემთხვევაში იკლებდა კიდევაც. ამ მოვლენის ერთგვარი გამოძახილი იყო ასევე საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ახალგაზრდა დემოკრატიების მიერ ნეიტრალიტეტის არჩევა, როგორც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითად ინსტრუმენტად. ამ პროცესში და ამ ტენდენციაში პირველი ბზარი შეიტანა 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ, რასაც მოგვიანებით 2014 წელს მოყვა ყირიმის ანექსია და უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ პროცესის კულმინაცია იყო 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა და ცალსახად გვაჩვენა, რომ ისეთი ევროპული ქვეყნები, როგორებიც არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ყოველდღიურ რეჟიმში გადარჩენისთვის იბრძვიან, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მათ უწევთ სამხედრო აგრესიის მოგერიება, ხოლო პარალელურ რეჟიმში ნატოს წევრი ქვეყნები, რომელთაც იცავს მეხუთე მუხლი, ანუ კოლექტიური თავდაცვის ინსტრუმენტი, აგრძელებენ მშვიდობიან განვითარებას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ და ევროპის კონტინენტზე ომის დაბრუნებამ უკვე ცალსახად გვაჩვენა, რომ ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული მიდგომა ევროპაში სამხედრო საფრთხის არარსებობასთან დაკავშირებით მცდარი იყო და ამ რეგიონში, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტურ და შეიძლება ითქვას უალტერნატივო საშუალებად კვლავ კოლექტიური თავდაცვა და ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი რჩებოდა. ამ თეზისის კიდევ ერთი დადასტურება იყო ისეთი ტრადიციულად ნეიტრალური ქვეყნების მიერ, როგორიც იყო ფინეთი და შვედეთი, ნატოში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა ჯერ 2022 წელს და შემდგომ ძალიან დაჩქარებული ინტეგრაციული პროცესი და მათი ალიანსში გაწევრიანება. ამ ქვეყნებს ნეიტრალიტეტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად ქვაკუთხედად ჰქონდათ არჩეული, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ისინიც კი დაარწმუნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა კოლექტიური თავდაცვის გარეშე ამ სივრცეში რთული იქნებოდა.